დღეს ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო მსუბუქი წონის დაპირისპირებას UFC-ში, სადაც მთავარი ფიგურა არის ილია თოპურია. მისი ბრძოლები ყოველთვის ქმნის აჟიოტაჟს, მაგრამ ახლა ყურადღება მაქსიმალურად მიმართულია არმან ცარუკიანის გამარჯვებაზე. რას ნიშნავს ეს მომავალისთვის? როგორია სიტუაცია სპორტულ თვალსაზრისით და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? ყველაფერი დეტალურად გავაანალიზებთ. UFC მსუბუქი წონის სცენაზე სიტუაცია რთულდება, როდესაც არმან ცარუკიანი ბოლო ბრძოლაში დენ ჰუკენის წინააღმდეგ განიხილავს, რომ ის მზად არის ყველა გამოწვევისთვის. მისი ტექნიკა და ბრძოლების სტილი აჩვენებს, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ტიტულისთვის. ილია თოპურია, როგორც ჩანს, დროებით ადევნებს თვალს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მისი დაბრუნება კრიტიკულია სპორტული პერსპექტივიდან. არმან ცარუკიანი კონცენტრირებულია და ამბობს, რომ ახლა მთავარი მისი მომდევნო ნაბიჯია, რათა ბრძოლა ტიტულისთვის იყოს შესაძლებელი. მისი გამარჯვება დენ ჰუკერის წინააღმდეგ არა მხოლოდ შედეგია, არამედ ნიშანი იმისა, რომ მსუბუქი წონის ყველაზე მაღალი დონის ბრძოლები მის წინაშე დგება. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ სპორტული ინტერესის საკითხი. ეს არის დასტური იმისა, რომ მსუბუქი წონა შედარებით რთული და კონკურენტული დივიზიონია, სადაც თითეული ბრძოლა განსაზღვრავს მომავალ შესაძლებლობებს. ილია თოპურია უკვე განაცხადა, რომ მზად არის ტიტულის დასაცავად, მაგრამ არმან ცარუკიანი უკვე გამოდის აქტიურად და აყენებს საკუთარ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ არმან გეგმავს ახალი ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც გააკრიტიკებს გაწვდის გზას წინ და შექმნის დაძაბულობას. ეს სტრატეგია არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ გახავთ მარკეტინგული ხრიკი, რომელიც ქმნის ყურადღების კონცენტრაციას UFC-s მსუბუქ წონაზე. სხვა ბრძოლებიც მნიშვნელოვანია, მაგალითად ჩარლს ოლივეირას, ჯონ ჯონსის ან პედი პიმბლეტის მომავალი გეგმები, მაგრამ რეალურად ყურადღება მიეცემა მხოლოდ იმ დივიზიონს, სადაც ილია თოპურია და არმან ცარუკიანი დგებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონატის მომავალზე საუბარი მხოლოდ მათთან არის დაკავშირებული, რადგან მათი წინააღმდეგობა განსაზღვრავს, ვინ იქნება მთავარი ფიგურა. დენ ჰუკერი ბრძოლაში, რომელიც დასრულდა არმან ცარუკიანის გამარჯვებით, ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მისი ტექნიკა, მანევრები და სამოქმედო გეგმა აჩვენებს, რომ არმანი მზადაა ნებისმიერი მტრისთვის. ილია თოპურია, როგორც ჩანს, დროებით უყურებს სიტუაციას, მაგრამ მისი დაბრუნებასთან ერთად მთელი დივიზიონი განიცდის ცვლილებას. ამ პროცესში ასევე ჩანს, რომ UFC მზად არის გააკეთოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შეხვედრები ჰანტერ კემპბელთან, სტრატეგიების განხილვები და ტიტულის მომავალზე გადაწყვეტილებები უკვე უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. ეს ნიშნავს, რომ ილია თოპურია აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ყველა დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. და მაინც კითხვა რჩება: ილია თოპურია დაბრუნდება დროულად, რომ ბრძოლა ტიტულისთვის შედგეს, თუ UFC გადაწყვეტს სხვა სტრატეგიას. მომდენო რამდენიმე კვირაში ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მსუბუქი წონის დივიზიონი არასოდეს იყო ასეთი დაძაბული. არმან ცარუკიანი, როგორც ჩანს, არ აპირებს გაჩერებას. მისი ბოლო გამარჯვება დენ ჰუკერის წინააღმდეგ იყო არა მხოლოდ ტექნიკური პერფორმანსი, არამედ სიგნალი დივიზიონის დანარჩენი მოჭიდავეებისთვის. მსუბუქი წონის ტიტული არ დაიხევს მისი წინაშე. ილია თოპურია, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ არ დაუმტკიცებია აქტიური ჩართულობა, მაინც რჩება მთავარი ფიგურა. სპორტული ანალიზით არმანი აჩვენებს ფიზიკური მომზადების უნიკალურ დონეს. ბრძოლაში მან კომბინაციები, მანევრები და ტექნიკური დარტყმები გამოიყენა მაქსიმალურად ეფექტურად. დენ ჰუკერს თითქმის არ ჰქონდა შანსი მის წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არმანი არის მთავარი კანდიდატი ტიტულისთვის. ამას გარდა, არმან აქტიურად იყენებს მედია რესურსებს. სოციალური ქსელები, ვიდეოები და ინტერვიუები შექმნიან დამატებით დაძაბულობას ილია თოპურიის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ სარეკლამო ნაბიჯია, არამედ ფსიქოლოგიური სტრატეგიაც. იგი უკვე ქმნის მეტწილად ძალადობრივ, მაგრამ ყურადღების მიმიზიდავ ფონს, რაც მთლიანად ცვლის მსუბუქი წონის დივიზიონის კონტექსტს. ილია თოპურია თავის მხრივ განიხილავს ტაქტიკას, რომ დროის მოგება და სწორ მომენტში დაბრუნება მაქსიმალური ეფექტით მოახდინოს. მისი ძმა ალექსანდრე თოპურია ასევე აცხადებს, რომ საუკეთესო გზა ტიტულის დასაცავად სწორედ არმან ცარუკიანის დაპირისპირებაა. ეს ქმნის საინტერესო დინამიკას. როგორც ჩანს, ოჯახის წევრებიც ხედავენ სპორტულ რეალობას, თუმცა მთელი ფანების ბაზა ჯერ კიდევ ძიებაშია. ტექნიკური ანალიზი აჩვენებს, რომ არმანმა გამოიყენოს სამაგი კომბინაციები, სადაც ხელის ჩასვლა, ფეხის დარტყმა და სახეკისრის ტექნიკა ერთდროულად მიმდინარეობს. დენ ჰუკერის წინააღმდეგ მან გამოიყენა კრუიზის ტიპის კონტროლი, რაც იძლევა საშუალებას, რომ მის მომდევნო ბრძოლას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდეს. ამასთან, UFC-s მენეჯმენტიც აქტიურად განიხილავს მომავალ გეგმებს.
შეხვედრები ჰანტერ კემპბელთან, შემდეგი მსუბუქი წონის ტიტულის განაწილება და ჯონ ჯონსის ან ფედი პიმბლეტის შიდა გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი ქმნის რთულ სტრატეგიულ სურათს. ნიშნულოვანია ისიც, რომ ჩარლს ოლივეირა, კმარა უსმანი და შავკატ რახმონოვი ასევე აქტიურად არიან ჩართულები, რაც მიუთითებს, რომ მსუბუქი წონის დივიზიონი ფართო კონკურენციას განიცდის. იგივე დრო პედი პიმბლეტის ვიზიტი კათარეში. მისი თანხმელი მეგობრები და შედეგები ასევე შესაძლოა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ ვინ იქნება რეალურად მომდევნო ნომერი ერთეულში. როგორც ჩანს, მენეჯმენტი ყოველთვის მზად არის ხანდახან მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომლებიც სიტუაციას მთლიანად შესაძლო შეცვალოს. არმან ცარუკიანი აცხადებს, რომ მზადაა მხოლოდ ერთი კვირის შესვენების შემდეგ ფრენისთვის ლოს-ანჯელესში. მისი გეგმები 2 წლის მომზადებაზე და იანვარში მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლაზე უკვე ცხადია. ილია თოპურია დაბრუნდება, მაგრამ უცნობია ზუსტად როდის და რა ფორმით. ამ ყველაფრის ფონზე მთავარი კითხვა რჩება: შეძლებს ილია თოპურია დროულად დაბრუნება ტიტულისთვის და შეხვდეს არმან ცარუკიანს, თუ UFC მიიღებს მოულოდნელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის დივიზიონის სამომავლო სცენარს? ილია თუ არმან, მსუბუქი წონის მომავალი შენზეა დამოკიდებული. UFC მსუბუქი წონის დივიზიონში დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. არმან ცარუკიანი უკვე დასტურია იმისა, რომ მზად არის ტიტულისთვის, ხოლო ილია თოპურია ჯერ კიდევ განსაზღვრავს თავის დაბრუნების დროს. რა სტრატეგიები გამოიყენება, ვინ გახდება გამარჯვებული და რა სელის გულშემატკივარი? მოდით, ნახოთ დეტალურად. არმან ცარუკიანი ახლა არამხოლოდ სპორტული შესაძლებლობებით გამოირჩევა, არამედ ფსიქოლოგიური სტრატეგიითაც. მისი გამარჯვება დენ ჰუკერის წინააღმდეგ აჩვენებს, რომ იგი არამხოლოდ ტექნიკურად, არამედ მენტალურადაც მზად არის ნებისმიერ გამოწვევისთვის. მისი ბრძოლები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ოპონენტი ცდილობს დომინირებას. ილია თოპურია თავის მხრივ იყენებს პრინციპს მოწინააღმდეგის დაკვირვება და მომენტი. იგი არ ჩქარობს, თუმცა მისი სტრატეგია ეფუძნება სიჩუმეს და ზუსტი მოქმედების შესაძლებლობას. ალექსანდრე თოპურია უკვე დაადასტურა, რომ თავარი ბრძოლა არმან ცარუკიანის წინააღმდეგ იქნება ყველაზე სწორი გზა ტიტულის დასაცავად. სპორტული ანალიზით არმანი მართავს მანევრებს, დარტყმებს და კონტროლს, რაც მის გამარჯვებას უფრო სტაბილურს ხდის. დენ ჰუკერის წინააღმდეგ ბრძოლა აჩვენებს, რომ მსუბუქი წონის მთავარი მატჩები ხორციელდება მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური კომბინაციებით, სადაც თითოეული მოძრაობა განსაზღვრავს შედეგს. გარდა ამისა, სოციალური მედიის გამოყენება არმანისთვის დამატებით ასპექტს ქმნის. ვიდეოები, კომენტარები და გაბრაზება შექმნიან მენტალურ წნეხს ილია თოპურიაზე. ეს სტრატეგია აჩვენებს, რომ სპორტში წარმატება მხოლოდ ფიზიკურ მზადებაზე არაა დამოკიდებული, არამედ ცნობიერების მართვაზეც. UFC-ს მენეჯმენტი ასევე აქტიურად განიხილავს მომავალ გეგმებს. ჰანტერ კემბელის შეხვედრები, ტიტულის განაწილება და სხვა მსუბუქი წონის მოკრივეების პოზიციები, ჩარლს ოლივეირა, კამარუ უსმანი, შავკატ რახმანოვი ქმნის რთულ პოლიტიკურ და სპორტულ სურათს. ამავე დროს პედი პიმბლეტის აქტიობა კატარში და მის გვერდით გამარჯვებები შეიძლება გავლენას მოახდინოს რანგირების ცვლილებებზე. ყველაფერი მიუთითებს, რომ მსუბუქი წონის დივიზიონი არასტაბილურია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. არმან ცარუკიანი აცხადებს, რომ მზად არის ფრენისთვის ლოს-ანჯელესში და 2 თვის განმავლობაში მომზადდება იანვრის ტიტულის ბრძოლისთვის. ილია თოპურია აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა კითხვები რჩება. შეძლებს ის ბოლომდე ფორმაში დაბრუნებას, რამდენად ძლიერი იქნება ფსიქოლოგიურად და შეძლებს თუ არა არმანთან კონტაქტის მიღებას ტიტულის დასაცავად. ამ პროცესში რთულია განსაზღვრო, ვინ იქნება მომდევნო ნომერი. ილია თოპურია თუ არმან ცარუკიანი? როგორც ჩანს, ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ სპორტულ შედეგებზე, არამედ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე და რამგირების ცვლილებებზე. გულშემატკივარი ელოდება მაღალი დონის დაპირისპირებას, ხოლო სპორტული ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება ისტორიული. ამ ყველაფრის ფონზე მთავარი კითხვა რჩება: შეძლებს ილია თოპურია დაიჩვას ტიტული? თუ არმან ცარუკიანი მოახერხებს მისი დაპყრობას? იანვრის ბრძოლა გადაწყვეტს მსუბუქი წონის დივიზიონის მომავალს, მაგრამ პასუხი ჯერ უცნობია.